გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა უცვლელი შემადგენლობით, ეხლა რასაც ვაკვირდები. ხო. ვისაც გონიათ რომ ჯერჯერობით უცვლელი შემადგენლობა. ვისაც გონიათ რომ ახალი სათვალე მაქვს, ცდებით, ჩემი დამრჩა და იკომმა თხოვა თავის მაგნიტიანი სათვალე, რომელიც ოდნავ უფრო დაბალია. 1 და 0-ია შენი. ხო. ჩემი 1 და 25. მოგიგე. მაგრამ რაღაცა იმაშვებით, კაპაწკუპი გამაქვს, რა წკაპ? და 1 და 0-ით ვერ ხედავ კარგად? ხედავ, მაგრამ 25-ით უკეთესად. მე 1-დან 1.5-მდე ნებისმიერ სათვალე ყოფნის. საროჩო კასავითა აკეცავდა, კაია. ზოგი ცოტა დიდი მაქვს, ზოგი ცოტა პატარა. ისე რამდენი გაქვს სინამდვილეში, სხვის სათვალეს თუ არ ხმარ? 1.5. გიცდია 2? არ მომისპორა. 2-იც მიცდია, 2-თაც ხედავ. ოღონდ ოღონდ უფრო დიდად. და გულისრევი შეგზნება. უფრო დიდად. მანდაც არის ამერიკული და ევროპული ზომები? არა. 2.5-ზე მიდის ამერიკული. არა. მე მაქვს ყველაზე ცუდი პერიოდი. კარგად დავიწყებული ძველი საათი რა. ყველაზე ცუდი პერიოდი მაქვს და ამიტომ ძალიან მცხოთ მიფრთხილდი. რატო გაქვს ცუდი პერიოდი? მე ხო ისა ქვეშაფსიობა დავიკიდე და გავხდი მამაცი და კბილი ჩავისვი რკინა. რა ქვია მაგას? იმპლანტი. და 10 დღე ამიგზავნეს ღეჭვა და კვეჩა. ვა, იმას საწრუპებზე ხარ? და რა შვე? თხევად საკვებზე. და რა მიიღე თხევადი? მეძუძურობის პერიოდს. თხევადი ქაბაბი როგორ გააკეთე? რა გავაკეთე? აწუვინებს. პიურე, პაპა, დრესის დავლიე. სუპი. ღირდა აკბილის ჩასმა მაგიმის დაკარგვად. მე რომ მოვკბიჭა. მე რომ ეცემი ყველა კბილის. რამდენი იმპლანტი? 1. დანარჩენები რატო არ ჩაიცვი ბარემ? ის 10 დღე ყველაფერზე იქნება და ბარემ ის კი არ არის რომ მინდორია ბარემ ერთიანად დავთესო. არა, ეგრე არის. ყველა ცალკე ტკივილია. არა, მე 4 ერთად გავიკეთე. მართლა? ის უფრო ვაშკაცი გამოდგა. ამნიშნე რომ გაგიყუჩებენ მე მე მომწყდა ეს კბილი. შენ ისევ ქვეშაფსია. საერთოდ არ მივიდოდი ექიმთან. მომწყდა და ნახევარი კბილი დამრჩა და ნუ მერე წავედი. კიდე კარგად გაგიძლო, რა შენ მაკბილებს ამუშავე. და ვირცო. წესი ადრე უნდა დამწვეთო და. ნატაქსავები მანქანად უარობდა. მაგრამ რა იცი გამოადგა რა. ის კი არა, ერთი კაცის ხელში სამსახურის სახლი არა, დღე და ღამე შრომაში. კი, არ გაჩერებულა, იმას არ იქარი. ოფისში. როცა არ ჩამოაკრაჭუნე. და ეხლა როგორ მოიარეთ? ეს ერთი კვირა უნდა. მე კი ვიცი როგორც მოიარეთ, მაგრამ როგორ მოიარეთ? ხალხს რა სეტყვით? ირლანდია? ხო. ირლანდია აღმოჩნდა კარგი. დიახ. ვიდრე თქვათ ბელარუსი. სამყოფი ხარ. რომ ქვეყანას მიაყენებს. ვიდრე ბულგარეთი, ხო. ვიდრე უნგრეთი, ვიდრე პოლონეთი, ვიდრე ყოფილი გდრ-ი, არ გვინდა ეს რაღაც შენი გეოგრაფია. ვიდრე იემენი. არა, ვაყენებ. მოდი ზემოდან დაიწყე რა. მაგის წინ რაც დააყენებდი ბევრ ქვეყანას. ზემოდან ბევრს ვერა რა, ძალიან მომეწონა. ზემოდან დავაყენებდი დანიას, შვედეთს, შვეიცარიას, გერმანიას, იგივესია გამოვიდა. ამერიკის. შუაშია ესე იგი რა საერთოდ. ხო, საფრანგეთში. ნუ გვაწვალებ. მაგრამ უფრო ზეითისკენ. იკო შენ ეხლა სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი ისინი არ მიხსენებიან რუსეთს. აღარ გვინდა, გავიგეთ. გავიგეთ. ეგ კომენტარებში დაწერე დანარჩენი ქვეყნები. შენი წყალი რატო ამღურიე? უღრე არა, დავორთქლილი არის. ინვესტორი და გალყვა. გამჭირვალეა და დავორთქლილი ეთყობა. და იმ რკინასთან რეაქციაში რო შედის. რკინა არ არის სხვათა შორის. შენ თვითონ არ თქვი რკინა ჩამეისვლე. რკინა არ ყოფილა. ნუ რკინა ქართველი ხშირად ხმარობს რკინას მეტალის სინონიმად და სინამდვილეში ყოფილა ტიტანი. აბა რა? ტიტანი. იმიტომ რომ შენ მაგან მაინც გაგიძლოს. ისა რა ქვია. არა. ემერტიან რაღაცა რო დაგჭირდეს. ხო. რკინა არ შეიძლება და ტიტანი შეიძლება. იცოცხლე. აეროპორტში მოგახსნევინებენ მაკბილს. ყოველ შემთხვევაში იმაში უნდა ჩადოს. არა. გეტყვი კაცო. ნახე,
ამ იმას მოყვა პასპორტი თავისი. სუნდა ატარო? აი, პასპორტი აქვს თავისი. და რა? და თან კონდესო. ხელს ვინ აწეს ეს წაიგეთ? ვინ არის ისა პრეზიდენტი? ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ჯონ იმპლანტი. სადმე რო დაგჭირდესო და გადავიღე და რა ვიცი, რაში უნდა დამჭირდეს ვერ ხვდები, მაგრამ იყოს. სად ჩაისვი ისა რა ქვეყნის იმპლანტი ჩაისვი? იმის კარგი ქვეყნის ჩამოთვალო. ქვეყნებზე უკეთესი. ინდონეზია. არ ვიცი სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ისეთ ადგილზე ჩავისე, რომ ცუდ იმპლანტს არ ჩამისვა. არა ბიჭო ხო. რა ადგილზე NTA implant.com ეხლა შევავდა. აუ არ გვინდა რა. არა ეგ მართლა კაია. ნიტია პირველია რა. რატო ვიკითხე საერთოდ? რა ქენი, რა ბევრი დალია ირლანდიაში? ირლანდიაში მე რაც არ გიყურე. ბევრი ჭამა. მე უყურებ. ჭამით ძალიან ბევრი ჭამა. ჭამე ყველაფერი ფაქტურად. რო გამოვდიოდი და უკანო შევხედე, არაფერი საჭმელი აღარ იყო დარჩენი. ქვეყანაში ძალიან ბევრი ჭამე და სმითაც ეხა ესე ინტენსიურად მე საქართველოში არ ვსვა. იქ როგორც ვსვი. რა მოგეწონა ერთი რამე, რას გამოყოფთით ირლანდიაში? ესე იგი, ჯერ არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ვახო კითხვები არ ეს იმის. ხო, სხვა რაღაცეებს ვაკეთე. რატო იყავე? ირლანდიაში დაგვპატიშა. ვინ? ჯონ ირლანდიამ. არა, დაგვპატიშა გიგიმ და ჯეიმსონ. მე მაინც ჯერ ჯეიმსონს ვიტყოდი და მე რეგიონს. გიგიმ დაგვპატიშა ხო იცი ვიღაცა რომ მოგიტანს ჯეიმსონისგან მოწვევა, გიგიმ დაგვპატიშა. ფაქტობრივად გიგის პროექტში მონაწილეობის მისაღებად და ჯეიმსონმა უწვა ხალხი წარმოიყვანა და წავედით. გიგი ყველანაირად ცდილობს რომ ამომაგლიჯოს. წავედით რომ ვისკის წარმოება დაგვეთვალიერებინა და აქ ჩამოგვეტანა ეს გამოცდილება და ეს კაცები ეს იუმორისტული შოუ როდესმე ხო უნდა დამთავრდეს და ვისკის წარმოება რომ დავიწყოთ. ნუ ბოდიალოფები. ჯანელ შენ რა მოგეწონა? ჯანელას არქიტექტურა. აცადე, აქ არის და იქ. მე მეწონა ეს რა. სხვა მხარეს რომ მოძრაობენ მანქანები, უფრო საშიში მეგონა ქვეითისთვის. 11 კაცი ვიყავით, აქედან 9 ნასვამი მოძრაობდა და მქონდა შიში რომ რაღაცა უშნოთ არ გადავიდე. შიში თუ იმედი რომ ვიღაცას გაჭყიდავდნენ ამ სანახაობას გადაიხედე. ერთი გადავარჩინე ერთხელ, მაგრამ არ ახსოვს ისეთი მთვარი იყო. არ ემახსოვრა. ესე მედი თან იღებდა და თან ავტობუსს ეჯახებდა. გასულია. არა ის არა. სალომე. ხო, აბა ვინ იქნებ, ვინ დადიოდა? იკოშკა? ბიჭო, ხალხი დამევას. კეთილი, ღიარული ხალხი და საღამოს ბარში რომ ბომჟები. ერთი წამით რა. რომ გონია რომ მარტო ახალგაზრდობა უნდა იყოს, არა. ჩემ გვერდზე მაგიდაზე ბებია ბევრად მაგრად ერთობოდა და ცეკვადა და ბერო და ვიდრე ჩვენ. გასაკეთე. ყველა გიგინო და ვარხარ პატივს გცემენ დიდ ქალაქშიც, პატარაშიც. ისე მე მაგრამ მომეწონა ცხოვრების წესი. თქვენ ამოწურეთ თქვენ. შეჩეული რო არო. რა მოზარდია სხვა რაღაცები ილაპარაკ. თქვათ გერმანიაში რო ჩადიხარ, პარასკევის გარდა და შაბათის გარდა საღამოს ვერ დაინახავ ესე ხალხს და ირლანდიაში ყოველ სამუშაო დღეს, სადაც 5-6 საათიდან ყველაფერი, სადაც რამე ისმება და იჭმება, იყო სავსე. დიახ. ეს ჩვენ გამოიყო რომ გადაგვეყო კარგად. ხო, რომ გამოვედით და დაგვინახეს გამოცვიდნენ სამსახურში. გამოცვიდნენ. სპეციალურად იმ ორ ქუჩაზე გაგვატარეს, სადაც ეგეთი ამბავია, თორე იცი რა გაჭირვებაა იქ გარე უბნებში. კი, იქით აი ის არის რომ იყო გაჭირვებული უბნები. მე იქით გავიყენე და საშინელი გაჭირვება იყო. კაცების 407 ეპიზოდია, პირველი კატეგორია სპორტული გინეკოლოგია. სპორტული გინეკოლოგია. სენეგალის ნაკრების ექიმი აღმოჩნდა, სპორტული ექიმი კი არა, გინეკოლოგი აღმოჩნდა და ეხლა აღმოაჩინეს. ერთი წამი. გააჩნია რისი ნაკრების არის? ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე რო იყო. კი. კაცების გუნდის გინეკოლოგი. ეს არის ჯანმრთელობას რო უსურვებ გუნდს. ისეთი დანიშნა.
ნეტა როგორ იწყება? და ეხლა აღმოაჩინე. ხა მოაჩინეთ ეთყობა ჩაუღრმავდნენ იმენ. კითხვები დაეწყო რომელიღაც მეხურდეს და აკმევიშვითო. განათამან მე გამიშვით. კი უკვირდათ ისე გასახდელში ისეთი მაგი და რატო არისო? შეტანილი ქონდა? აბა. ნაკრების მწვრთნელს ესეთ ახლა დიპლომი სადღაც ხო უნდა ხო და ეთყობა ეგ ზოგადი ის მიიტანა ექიმისადაც ეწერა და იქ მე უკვე სპეციალობა რა ქონდა დამთავრებული. ისე რა მოხდა გინეკოლოგი რა ნაკრები. არცერაფერი. არა ფერჩუაში არ არის უბრალოდ ექიმად კი მწვრთნელად ყავდა არგენტინას და ვინ? ბილარდო. და მოიგო 86-ში. გინეკოლოგი იყო? პროფესიით. ესე იგი რა ფეხბურთი და გინეკოლოგია რაღაცა კავშირშია რა. კიდევ ვინ არიან ცნობილი გინეკოლოგები, რომლებიც სპორტში წარმატებას მიაღწევენ? ვინმე მეკარი არის ხო? გინეკოლოგი არ ვიცი. ესპანეთის მწვრთნელი იყო ერთხელ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კბილის ექიმი. კბილის ექიმი დანიშნა იმან მწვრთნელს. და შედეგები? ცუდი. ვერ გავიდნენ ფინალურ ეტაპზეც კი და მაგრამ იმპლანტები ყველას ჩაუსვეს. ანუ გინეკოლოგობა ჯობია კიდე. რატო? იმიტომ რომ ის ვერ გაიყვანა და გინეკოლოგმა გახადა მსოფლიო ჩემპიონი ბილარდო. ხანაკმა ბილარდო. მխანაგი უხდება ის. ბილარდო სახელი გქონია? გვარია. აი, ჩემპიონატზე უარესები რომ მოხდა, მაგას რატო არა? რა მოხდა? აი უარესი რა მოხდა? გუშინ უყურებე და არაფერი უარესი არ იყო, ესპანეთმა მოიგო. გაგდებული კაცი რო ათამაშეს, ეგ დარეკა, ისეთმა კაცმა დარეკა. გავიგე. არა, ისეთი წააგეს, მე რო არ დაერეკა ჯობდა. ეგეთი რამე გაიგია რომ დარეკა ვიღაცამ და წესები შეცვალეს. კი. ბერიამ ხო მოყოლილი აქვს კი მოყოლილი კი შიდა ჩემპიონატზე ვიღაცა გააგდეს და მსაჯი გამოწვალეს მე მაგის გამო რა რაღაც ეგეთი ისტორია მაქვს მოსმენილი ლავრენტი პავლოვიჩი აქ როცა იყო ჯერ კიდევ სანამ მოსკოვში წავიდა მე რომ ვანძღავთ ის ნეპოტიზმზე ტრამპი ბიჭო ამ ხელა კაცმა დაარეკა რა ერთი შენ გენაცვალეო ისო ჩამისვითო არა ჯერ მაგრა დაუწყე ეს წითელი ბარათი რა არის ამიხსენითო მაგით იცი თვითონ ტრამპს რო უთხრეს იქნება დაგვეხმარო ხო არის წოდა იქიდან დაიწყო გარკვევა რა წითელი ბარათი რას ნიშნავს კატეგორია მუნჯისენა დედამიწის სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრ ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტებმა აზიური ფაროსანოს ბუნებრივი მტრის იაპონური კინკლას ესეთი ეს არის რა ტრისოლკუს ჯაპანიკუს საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს. ანუ ეს კინკლები გაუშვეს და ნახოთ რას უზავს აჭუბებენ რა? აჭმევენ უფრო ალბათ. ხო? კლავს და ჭამს ალბათ, აბა ისე კინკლები თუ სამურაი კრაზანაო, მე ეგრე დავიკითხე. და კრაზანაც ხატია. ეს კინკლს არ გავს მართლა. აქ ესე წერია და შეიძლება იყოს ერთად გაუშვეს რა. რო შიგნიდანაც დაარტყან კინკლას რო შეჭამს შეიძლება ეს კრაზანა მიდის ამ კინკლს ჩაუგდებს ესე ის გამოდის რო ეცეს და რა კითხვა მაგით ეს სამურაი კრაზანა რო მოსპობს ამ კინკლ იმას რა ქვია ფაროსანს მე იმას რა უნდა უყო კინკლი ალბათ ეგ არის კინკლი მე რაც ამას ყოფს ამას ვიზა 6 თვიანი და მე წავა უკვე მე შეგავიყოთ ზეღურებს მართლა ის არის რა ეხა ესენ რო იმას დახოცავენ და ესენი გამრავდებიან მე საჭმელი რო აღარ ექნებათ ფაროსანა რაღაცაზე ხო გადავლე ისედაც მაძღარი კრაზანაც ჩემთვის უფრო საშიშია ვიდრე ფაროსანი ვიდრე შეერი ფაროსანი 30000-ზე მეტი გაუშვეს რაღაცასთან მოიპარავდნენ ეგენ სახში. ბევრია. წაღებ 30000. 30000 ესეთი ყავს. წერი არ არის. არ არის. არ არის. წერი ზომასაც ხო გააჩნია. კინქლა არა, მაგრამ თუ ამ ხელა კრაზანაა. ბიჭო, აღმაშენებდა 40000 ყივჩაღი ჩამოასახოდა ახლა. ხო, და ზომაში ყივჩაღი ბევრად დიდია ვიდრე კრაზანა. არ დაგვტყობია არაფერი და რაღაცა კრაზანა. სკაში ნეტა რამდენი ფუტკარია? პროსტა რომ წარმოვიდგინოთ. 6-დან 8-მდე. ოჩა.
ალბათ 50 60. მომსპომსჯელობის 100. რამდენიმე 1000 რას ვა. 6-დან 8-მდე. იმანაც მაგარი კომპრომისული ვერსია თუ 50-60. ხო და დაბრუნება რას ამბობთ ეხლა დაძებნის. ეხლა უნდა მოძებნო. გამოდენიმე 1000-მდე არა ასეული იქნება ალბათ. არა, 1000 ვერ კაცო, რა ჩაეტევა რანაერად ეხა ერთ პასუხი რა იყოს სკას გააჩნია. კი დაიგრევეთ ესია მომი. კი, და თავის მინდორზეა. არსებობს 4 ტიპის სკა. პატარა საშუალო მრგვალი და რა თქმა უნდა მკითხავს ახლა რა მხელაო სკა სამშობია რო ესე დავიწერე რა. ვა ის იმასაც დაინტერესდა. ეზარება ამასთან ლაპარაკი ეზარება და არ პასუხობს. საერთოდ ობეზრებული ყავს, ისეთ რაღაცებს ეკითხება. მაგასაც არ აკეთებს. დაიგნორებს. დაგემდურა. და მე მოვწყინდი დაი რა გინდა 20-დან 80,000-მდე ფუტკარი ცხოვრობს ერთ სკაში 20-დან თუ კარი რა 20-ზე რაზანაზე ბიჭო ვლაპარაკობ. რანაერად იცხოვრებთ ერთ სკაში 80,000. ო, და ეგ ფუტკარი არის, ხوارი რა. ამ ხელა. ო 80,000 მე რეიცნებით არის დიდები 20,000 რა ფუტკარი არ არის კათან როგორ ბრჯე არ არის 20,000 ყველაფერი ბევრია. ფუტკარი ხო არის 2 გრამი გრამობით რატო ზომავს? სანტიმეტრებით აწევ. მილilitrებში გადავიყვან ო კაია ლიტრში ჩაეტევა 3 მილilitrიანი 300 ცალი. ო არა ბევრია 20,000. მაგრამ შეიძლება ჭუპრებსაც ითვლის. კითხე რა ჭუპრებს ხო არ ვფლით. აუ არ გვინდა. ჭუპრებიც ხო არ მიმითვალე. ბარემ კალონებში გადააყვანე კატეგორია აი რად უნდოდა მორჩა ეგ всё აღარ არის აი რა გასაგები. დუდო შენზე არის, აი რა დუნდოდა ეს ChatGPT. ხედა 6 ივნისს სომხეთის აუ ეს პოლიციამ პრორუსი ბიზნესმენის ოლიგარქის გაგი წარუკიანის სახლში 3 ცოცხალი ლომი, 1 ვეფხვი და გარეული ცხოველების და ფრინველების 190 სახეობა ჩამოართვა. არა ფიტული ფიტულები. ფიტულები და ცოცხალი ლომიც ხო ყავდა? კი კაცო. ლომი ხო ერთი მოუკვდა. ერთი რო გადაიყვანეს ხო იქ მოვდა. და რა თუნდოდა სახლში 3 ლომი? და სად გაეშვა ხალხში რო გაუჩა ლომი ხო არჩენებს როგორ ათუნდოდა მარტო ლომი ცოდვაა. შენ რო იყო ეხა გაგი წარუკიანი. ხო მე რო იყო გაგიქცარო. იყიდი ლომს. კი ჯერ კბილებს სუბოლო აი ყველაფერი რო ვიყიდე და გამოვიყიდე. და მაინც ბევრი პული გაქვს. ბოლოს ვიყიდი ლომს და ეს არ ვიყიდი ლომს ახლა მარტო ლომი ხო ცოდვაა. ის მარტო კაცი ერთი არის. ხო ერთი ამოიღეს 3 ლომიო, 3 ცოცხალი და ლომი. მაგიტო რა თუნდოდა 3 ორო თქვი, იმიტომ არ რომ მიკითხია 3 ლომი რა თუნდოდა თქო. შეიძლება შენებლობა როგორ სახში მუშაობთ ლომი მოგვიტანეოდა. წავიდა და ამით უნდა ვანაძორი დაიხურა. კი, ვანაძორის პიკი. ბიჭო, სომხეთის სპეციალისტი აქ მე ვარ. უთხრა ლომიო და წავიდა და ლომი მოიყვანა. ეს რა ლომიაო და კარგიო წავიდა მეორე ლომი მოიყვანა, მაგრამ აი ვეფხს ვერ ხვდები. ვეფხვი ალბათ შემოაფარეს. იშვილა ან კატათ იყიდა პატარა რო იყო და გაიზარდა. არა და ყველაზე შტერობას რას იყიდი, აი ძალიან დიდარი რო იყო. რამდენსაც გინდა ეს რა, აი ხა ყიდულობს, არ არის დიდარი და ყიდულობს. ტემუს ვიყიდდი მთლიან. ტემუ რო გაკ. რას გინდა? რა გინდა ტემო. დებილობას რას იყიდიო? დებილობა ტემუს მთლიანად. რაც დევს ყველაფერს. არა, კომპანიას. კომპანიას რომ მე უნდა გაყიდო ბიზნესია მაშინ. ეგ საქმე. რანაირად არის დებილობა ერთ-ერთი მომგებიანი ყველაზე ძლიერი. 3 ლომი და კარგი არ ვიყიდდი. მედუზა ჩემი რამდეს. მედუზებს მედუზას ვიყიდდი. რამდენს რამდენსაც შემომთავაზე. ყველაფერს ვიყიდდი. მედუზა როგორ წყვილად უნდა იყოს და მედუზა ხო უსქესოა. ანუ კენტადაც შეიძლება. კი, კეთათაც შეიძლება. კატეგორია სხვისი ბამბაც ჩხრიალებს. იყიდება ნაგავი, რომელიც Taylor Swift-ის პორცილზე შეაგროვეს. ფასი 25-დან $100-მდეა. ნიუ-იორკში მცხოვრებმა მხატვარმა ჯასტინ ჟინიაკმა, რომელიც ესეთი რაღაცნაირი იმებით გამოირჩევა, რა ქვია, პერფორმანსებით.
შეაგროვა ამ ქორწილის თან სადაც იყო ქორწილი იმის გარშემო ნაგავში დგა ქექა მოკლედ და იქ შეაგროვა საინტერესო რაღაცები. ნუ საინტერესო რა ბოთლების თავსახურები რაღაცა სიგარეტის ნამწვავები მე ამას რაღაცის ნაფცხვენები ლამაზ ყუთებში ჩადო და ყიდის ახლა ვა და ამას იყიდდი ბევრი ფული რო ყველას და ისა რო და გადავყრიდი ეს კაცი ისევ მოაგროვე 24 საათში გაიყიდაო? ო. ანუ ეს ნაგავი ამოყიდა 24 საათში. და უფასოდ აიღო, შეფუთა რა და უჯდებოდა ეხლა მის შეფუთვა არაფერი, დოლარი თითო. რა ღირს ისა ერთი ულუფა ნაგავი? 25-დან $100-მდე გააჩნია. გააჩნია რა ნაგავი არის. ო. ნეტად ძვირი რომელი არის? აი დავუშვათ კიტრის მწარე ნაწილი უფრო ძვირია თუ აი კარგად თუ არ არის შეჭმული ისა. მსხალი. არა, ქათმის თეძო. ხო. თუ შემორჩენილია ცოტა ხო, კიდე რო ეჩალიჩო რა ხლა მოყვა. ყველაზე იაფია ლიმონადის თავსახური ის რეზინა როა გამომძვარ. ანი შამპანიური ჯანკალი გაკეთებული. ეგრე იაფიებს. არა, ეგ ძვირია ბიჭო, ეგ უკვე ის არის. ხელოვნების ო, ნიმუში. ეხლა თან ეგ თუ ვიღაცა იმან გააკეთა ჯასტინ ბიბერმა ხო საერთოდ. რუბრიკა აქ რა მოგიყვანა შემადლიანო შენ. ისტორიაში პირველად ასტრონომებმა ჩვენგან 26700 სინათლის წლის დაშორებით დაშორებული ვარსკვლავების შორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს. ოჩა. ვა გაიზარდა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული ნივთიერებები კოსმოსში ბუნებრივად არსებობს. ლაბაძის კოსმონავტობის შანსი ორგანული ნივთიერება აღმოაჩინეს. შაქარი პირველად აღმოაჩინეს. არა, ისევ ამბობ შაქარიც სხვა ორგანული ნივთიერება აღმოჩენილი. არ მსმენია რა კითხე აბა. ჩაი არის აღმოჩენილი, ხა შაქარი აღმოაჩინეს. რა დაჭა კარაქიანი პური და ავა ცხელი წყალი ჭირს იქ ჩაი რო გაიკეთო თორე ჩაი და ის აღმოჩენილია შაქარი. არანაირ გაგნებაში არ ხარ მეცნიერება. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ახლა. შედი სპიჩი არ ხარ სკების. 1000-ობით ფუტკარი რო იჯდას კაში. მე წვილი ვთქვი კაცო. ხო გადათვალე და ვერ ჩასვი. 10,000-ობით არა, იქ ნახე როგორ ყოფილა მე არ დამაცადეთ. შემოდგომაზე 10-20,000 და გაზაფხულზე 50-80 შეიძლება გახდეს რომ არ დგას. სკაში. ეს რა სად აღმოჩინეს რა სიშორეზე? 26,000 სინათლის წელიწად. ვერ მიასწრებ დათო სანამ შენ მიხვალ. უკვე ვიღაცა ჩაყრილი ექნება. შეჭმული. არა, მე ხა შაქარზე უარი ვთქვი და თან ეხლა ღეჭ. არა, ის რა кай შაქარია, ძე არა არ მოქმედებს თურმე. კუბიკი შაქარია. ეშინა ენის ხოჩა და ჩაი დააყოლა. თერმოსი 26,000 სინათლის წლის, ხო? ხო, დაშორებით. აგარ რა შეშთვალა ეხლა რო გადაამოწმე ეგ არ ვიცი, მაგრამ რაღაცა თუ გააძრო კარგი მანქანა. ბიჭო, აი ეს ხო არაფერში არ გამოგვადგება ახლა. არა, რატო? რა როგორ არ გამოგვადგება. აი იქრო შაქარია, რაში გამოგვადგება? არა, იქ რო შაქარი არა, იმის მაგრამ ორგანული ნივთიერება რომ ჩამოყალიბდეს რაღაცა სპეციალური პირობები ჭირდება, რომელიც ძალიან ახლოა ჩვენი სიცოცხლის წარმოშობის პირობებთან. ანუ ეს შაქარი თუ აღმოჩნდეს, სადღაც შეიძლება ესეთივე როდის იყო ეს ესე იგი? 26 მაგიტო ვიკითხე. ხო და მეც მაგიტო ხო, მე რა მნიშნავს? შენ მაგარც იყოს. ეხა ხო, მაგრამ სადღაც თუ ალბათობა არის იმისი, რომ არის, შეიძლება ახლოსაც. ეხა შაქარყინული იქნება. ეგ. ან ქვამარილი რა. შაქარი თუ იყო. ეს იყო დღეისაც ახალ არა ხართ ფორმაში რაღაცა დაღლი არ მოგიხდათ ეს ირლანდია რო გიყო. არა, აღლილი კი არა კაც თურმე კვილი არა აქ და ძალიან კრიტიკული პერიოდი. ყובה არა, ნორმალური. ხო გადასულია. მოდი დღეს და მოვიტანოთ ისინი რა ქვია. შაურმები და ამის გარშემო ვჭამთ. შემოუწყოთ. შაურმებით შეშევა. რა ძნელი საღეჭია ისეთები მოვიტანოთ რა. ნუ გაგინდა. აი ხომ და ჩამოგვეტანა ამის რაჭული ლორი. და გატლიკავდა.
მოწუწნილი. იგი ცხენივით, ანუ ან ცხვირიდან შეჭამდა. კანიდან არა ითვისებს ადამიანი. როცა ისვა. სტუმარზე გადავიდეთ. გადავიდეთ. მონაწრებული გეყოლებათ ეს სტუმარი. გიგი ქათამაძეა დღეს ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. მოგესალმებით. დაუგარტაში არ ვიცი, მაგრამ გამარჯობა. როგორ ახარ? ავი, თქვენგან რაკენ გამოიძინე? ორი დღეა. არა, editing-ის პროცესში ვართ, მაგრამ კი. ის პროცესში ხარ? editing-ის ეს გადავაჩვია ეს. TikTok-ები ხო გადავიღეთ და მაგის edit-ში იმაში. ჩემო TikTok-ეროც. აი, უკვე შემოგვიერთი, ნახი სად არის. ნახდი ის. TikTok-ის დიდ არმია. დიდი არმიას. არა, ხო, YouTube ვიდეოც. ინსეულად იბრძვის TikTok-ში? კი, ეხლა რასაც უყურებ, გიჟივით მიდის, ეხლა მალე შეიძლება უკვე გამომწერ რამდენი ყავს? 17,300. ისაც ეგრე არ ყავდა. იცი რა მაგი. 17,200. რამდენი ხანი მაგით წვალო? გიჟივით მიდის თუ შეურაცხადებით. იმიტომ რომ ამას რა გიჟი შეურაცხადი. ახო გამომიწერეთ, ნუ დაუშვებთ რომ დამწინოთ. არა, საკმაოდ კარგი გამომწერები არის. რას ამბობენ სხვა TikTok-ერები? შენ იცი რა. მე არ ვიცი. ეს რო გადის ხოლმე. ამაზე რას უძახი? უხსუგან რას ამბობენ? არ ვიცი, მე TikTok-ერად არ პოზიციონირებ. რა არ ვიცი ეს. რა პოზიციონირდები შენ? მეც YouTuber-ად. YouTuber. არა, ჩემი თავარი პლატფორმა YouTuber-ობაა. TikTok-ერობა უბრალოდ ხარ შენც რა. მიაწევე რა. ეგრე. მეც ესე დავიწყე დაცავი და მე ავედი. TikTok-იდან დაიწყე? არა, მე YouTube-ი დავიწყე და მე TikTok-ი მივაბირა და ხო და რა გეგმა გაქვს ახლა სად მიდიხარ? ხო და ეხლა ესეთი გეგმა რაც ამაკ არის რომ ავღანეთში მინდა. გინდა მაგრამ მიდიხარ? ესეთი გეგმა არის, იმიტომ რომ სხვა გეგმები გვაქვს თბილისში ეხლა ძირითადად ამ ბოლო 6 თვეა, უფრო ხო, ჯობია ეს მოითავო ჯერ და მერე ჯერ აკენ მერე დავიწყე. იმიტომ მე შეიძლება ეს ვეღარც გააკეთო. მე ეხლა ძალიან ცხელა ერთი ეგეცა. მანამდე ომი იყო. და აი ველოდები რა რომ ეხლა აღარ გადავიდეს სიცხე ან ომი. არა ომი იყოს, არა პრობლემა ძალიან ცხელა და შეიძლება ისე მომიდა. არა, ეხლა შეიძლება მაგით არ ხარო ცხელა. არა, რომ ნახე მოკლედ სიცხე არის ძალიან. რა არის საინტერესო სანახავი გარდა ტალიბებისა? მე ეგ მაინტერესებს რა, ეხლა სხვა დიდად რო გითხრა რაღაც სხვა რაღაცები მაინტერესებს თქო არა. აი ეგ მაინტერესებს როგორ ცხოვრობ რა შვებიან, აი კაცი ხალი როგორ აი გურთიერთობა, ანუ აი თვითონ ადამიანები რა. მოდი რა არიცი. იმიტომ კაც ხალთან ხო არ შეგიძლია საერთოდ ანუ ხალი კამერაშიც არ შეიძლება რომ გამოჩნდეს რა. ანუ რა ძალიანაც რო გინდოდეს რა ახურავს თავზე ვერ. ხო და აი ეგეც საინტერესო. არა, არ შეიძლება გადაღებ. მე იემენში გადავუღე ქალებს და გამომეკიდნენ. ქალები თუ ქმრები? ქალები გამოეკიდნენ. კაცები გამომეკიდნენ. რით გადაუღე? იმწოს რატო უღებ ვიდეოს? ფოტო აპარატი მქონდა ჩაულებრივი, მე ფირიანი. და გავიქეცი პითონა ყავდა. პითონას ვეძახდით. იქაური არ არის. იმასთან გავიქეცი რომ გამეგო რატომ მომზდებდნენ და რომ მივირბინე ესეც მოვიდნენ და რა უნდათ მე უთხარი. ხო. პითონამ რუსული იცოდა. და იმათ მოუთხეს რომ პითონს გადაუღოსო. ისო და ამოიღოსო ფირიო რა და ამოვიღე და გაფუჭდა ფირი და წავიდნენ. მაგაზე კაი გამოსავალი მაქვს ხოლმე, აი იგეთი რაღაცა იგეთ ქვეყნებში რო გვემართება და აი რო გვეუბნებიან რომ აშალე უკვე ანუ აღარც არის იქ. ანუ ამოღებული მაქვს უკვე რო იწყებენ ლაპარაკს ეგრევე ჩავიდე ის ჯიბეში რო ვერასდროს ირლანდიაში აეროპორტში ის რომ მოვიდა და წამან ეგრევე ამოაძრო. ეგრევე ორი წელი ჯიბეში მქონდა მეთქი всё ეხლა ანუ არა არ გადამიღია არ დამიწყია ანუ არ გადაუღია უი და მაშინ არის ამ ხელაპრიონ გაუნდა. არა ეგეც არის რომ ორ მიხარ შავი მაში უნდა ჩადო და თან ამოიღო. ისა, შეგეშინდა და თო? მომგზდები. შენაში დაბარა. ინის ხო? არავინ პასუხს არ მოთხოვს ისეთი ხალხი. რაც არ უნდა გიქნა. არა. იქ უნდა წაიღო ისინი რა. მე რო ჩავედი იქამდე ერთი წლითაც და საკუთარი პრეზიდენტი ყავდათ მოკლული. ვიღაც ეგეთებს. საყვარლესი ადამიანი. ფათახი. პაუერ ბოქსები უნდა წაიღო ავღანეთში. დენი არ არის ბევრ ხალხს. პაუერ ბანკი.
ბანკი. ხო და მე რას გიცი ვიცი? ჩემი მეგობარი იყო ავღანეთში ექსპერტი. იმიტომ ვერ იყიდე ხო მაღაზიაში, მაგას კითხულობ. Powerbox-ი. ექსპერტი იყო ავღანეთში. ავღანეთში მუშაობდა ექსპერტად და თუ გინდა გაგაცნო დაელაპარაკე, შეიძლება გადაგიაროს. ნუ აღარ მომინდეს. დენი არის ერთი ქალაქი ვით სადაც არის დენი ავღანეთში. იქ ან იქ დაეცი არა ბევრგან არის. ბევრგან იქნება. იქ სადაც თუჟოკია იმის გარშემო შენდება ქალაქი. არა ისეთებში არის ხო. დინარის გარშემო კი არა, თვიონის გარშემო. შენ რაღაც მიმართულება აირჩიე ხო უცნაური რაღაცები ნახო უცნაურ ადგილებში მოხდე რაღაცები ჭამო რაღაცები ხო, მაგრამ ნახე ძალიან ცოტა გადარჩა რა ესეთი ადგილები, ანუ რეალურად, ნუ აფრიკა ძალიან დიდია და აფრიკა მაინტერესებს. უბრალოდ ჩემი ინტერესის სფერო, ანუ ეხლა საქართველოში რაღაცებს რასაც ვიღებ, ეს უფრო მიზიდავს და ეს უფრო მომწონს რაღაც მასშტაბური პროექტები. საქართველოს ხო არის ეგეთი ადგილი? საქართველოს სად არის ესეთი ადგილი? ყაზრეთში ყოფილხარ? არა. ჭიათურაში საბაგიროებზე, ძველებზე. რა ხდება? ჩართვევინე და გაიარე ნახა. ყრეზეთი ხმით რა წავდი. რა, აი და თუ იქნება ნაჟდი. ესეთი აკრასაკეთებ ეგეთ საგიჟებს. ანუ ეხლა საქართველოში რასაც ვიღებთ, უფრო არის აი მასშტაბური ვიდეოები, უფრო დიდი გათამაშებები. ეხლა მაგალითად ამ შემდეგ ვიდეოში შეიძლება არის ეხლა 10,000, მერე გვინდა 20,000, 30 და უფრო მეტი გავზარდოთ მასშტაბის კამერამენი. ვიდეო და გამოაგზავნო ერთი და რა უნდა და ხარ ხასიათიდან და აი პერსონალიტიდან ვარჩევთ როგორი ადამიანები გჭირდება ამ ვიდეოსთვის, რომ არა ანუ რა უნდა იყოს. როგორი რომ ავაგზავნო. არა როგორი ეცი აი ძალიან 30,000 რა. ძალიან ის არის რა, ეხლა ბევრმა გამოაგზავნა და ბევრი მეკითხება რომ აი რა როგორი უნდა იყოს. ან რა თქმა უნდა ჯერ ვიდეოს უნდა ეთყობოდეს რომ კარგი ხარისხია და უნდა იგრძნობოდეს პერსონალიტი. ესეთი კამერით რო გადავიღო კარგი ხარისხი ხო იქნება. ხარისხი სად აქვს? თავარია მან პერსონალიტი და აი ხარისხი თვითონ ვიდეოს პერსონალიტი რამდენიც კი. რამდენიც კი. და მეორე არის რომ ანუ შეიძლება ეს 5 ადამიანი ავირჩიოთ იქიდან გამომდინარე რომ არიან ძალიან აქტიურები, მაგრამ ორი გჭირდებოდა ცოტა ისე. არ გჭირდება. ხო და ორი ისეთი არის ეგ. აჰა. შენთვის სწავლობ. ცოტა ის სტაბილური ხო და ამ 5 ადამიანს არ ხა 10 ავარჩიეთ ხო. არჩევა წაიყვან ავღანეთში. არა ის გადარჩა. არა, აქ. ჯერ საქართველოში აქ არის, აქ წაიყვანს. საქართველოში ვაკეთებ. რაღაცა პროექტი. რაღაცა უნდა ვათამაშო ერთმანეთს. იმეში იორმოა. ნიგოზეთის გამოქვაბულში შეყრი ამოაშენებ კედელს და მომავალწელს რომ მოხდი კედელს ვინც გამოვა. იქიდან გარბოლთ. ძალიან კაი, ამ ვინც პირველი ააშენებს სახს. გარკვეულ ნიგოზეთში სკუტერს. მოიგებს. ეს ეკატამიცამდა. ელექტროსპორტ. და ფენს. და იმებს როგორ ისწავლე რაღაც შხამიანი რაღაცები რომ შეჭამე ჰალუცინოგენი სქემი. ეგ ნელი გარანტია რა ქონდა. ეგენი ნახე როგორი რაღაცა ანუ ეგეთი საშიში არ არის ისე რომ მოკა ვიღაცა კი გარდაცვლილა ამით, მაგრამ ანუ ეგეთი მაგის ალბათობა ძალიან დაბალია. შესაბამისად ხა პროფესიონალთან როდესაც მიდიხარ და ინდობი და იმ არა ყველაფერი კარგად არის, ანუ ჩოგელებდეთ ხა შხამები მაგალითად ის აიუასკა ძალიან საინტერესო რაღაცაა და რაც რეალურად ანუ აიუასკის გაკეთება ისედაც მინდოდა, მაგრამ აქ მეორე ფაქტორია რომ ხალხს აუდიტორიას უნდა გაუზიარო ისეთი რაღაცა, რაც რეალურად არის ფსიქოდელიკი რა და ძალიან ბეწისხიძე გადიხარ რომ ეს кайფობს თუ რა შვება, ანუ რეალურად кайფი არ არის, იმიტომ რომ 6 საათი კვდები და ძალიან ისეთია რთულია ფსიქოლოგიურად, მაგრამ აი ამის ახსნა YouTube-ზე და ხალხი 6 საათი კვდებოდი. 6 საათი კვდებოდი, ხო რა 6 საათი ორი პორცია რო შეჭამო 12. მან დიდი ხანია დასალევი. რო გადავა ზაპოივით რო. დასალევია ღეჭვარო. ღეჭვარო. შენ შეგიძლია აბა გაიქნება უხუცი. ესე შენი დოზა მე 1-3 საათი მეყოფა, ხო? როგორ აიცი? ხო რა, იქ მუცელზეა დამოკიდებული ტვინზე. ტვინზე უფრო რა. იმიტომ რომ იქ თვითონ გეუნება გჭირდება თუ არა, ანუ ორი ადამიანი ვიყავი და ახლა მაგალითად მე აღარ ჭირდებოდა. ანუ როგორ ქვია? შამანი ხო რა? შამანი. შამანთან ეყავს. რა, შამანს?
სახელი არ კოტე შამანი ესე მართალ? არა, აღარ მახსოვს ეხლა. ვიზია შამანი. ერთი წლის წინ სახელებში ძალიან პრობლემა მაქვს. არა წერია? დოქტორი, შამანი რაღაც. ვატა შამანი. ხო და ესეთ რიგში მდგახარ რაღაცებს წინ რაღაცას ჭამე და ყველა კვდებიან და გამიმიცეს. აუ, პაკისტანში იყო ეგ როეუნები დროზე მკნარი. ველოდები. ეგ პაკისტანში ილი და მდგავარ. აქა ვარ, კი, არა, ეგ სტრიტ ფუდები რო ვჭამე პაკისტანში, ესე ანუ გავდივარ და სტრიტ ფუდი რა, გარეთ რაც. მანდაც იგივე არის. აი ესე რო აიღო ვიღაცა, ანუ აი ხორცი მინდოდა და აჰაო და ესე ჭამეო და აი ეს რა ზეთიანი ხორცი, თავის თითებით. ისე კი არა, გამოვართ, მიდი ეგრევე და ესე მეთქი აი. მანდ ეგ ის არის. კი. მანდ ის არის. მე მგონი რომ ეგ უფრო საშიშია ვიდრე ის რა. ის კი, ეს მართლა საშიში იყო რა და მე ნუ ეხა დიას არის სასტუმრომდე? როგორ აი ეს წამალი გქონდა რომ რამე რომ ანუ როს ჭამ ეგეთ რაღაცა საყოლებ რომ იქ რაღაცა ბაქტერიები რაც არის ეგრევე ეცადოს მაინც რაღაცას რომ ლაპარაკოს. დაიწყოს რაღაც დროზე რომ შეთანხმდეთ. ნუ აი ცოტა გვაცადეთ მეგობრებო ბაქტერიები. გარდა იმისა, რომ ამით იღებს, ესე პირში გაძლევს და მე შენ პირში ნამყოფი ხელით სხვას აძლევს. არ ვიცი. What sound? და მანამდე ეს შეიძლება ეხლა ესტონელი ესტონელები არ იყვნენ ზირითადად პაკისტანში ხდებოდა? პაკისტანი უარი. პაკისტანში ანუ უფასოდ ანუ არც გახდევინებენ რა სტუმარი რო ხარ ძალიან მართლა ისეთები არიან ტაქსის უფასოდ ხარ საჭველები ანუ ყველა გიხდის ან ყველა იმას გიშვება არ გახდევინებს საჭველად რა საჭმელში კიდე ფული თუ გადავარდა. ეს ეგრევე იყავი მაგრამ ანუ თან რო გთავაზობე მე ანუ რო იყიდი რო რამე კაი გადააგდებ მაგრამ აი უფასოდ რო გაძლევენ და აი მიდი ეხა გავაკეთე და ჭამე. კარგი არის, კარგიც არის. თუ ყველა ეგეთია საერთოდ. არა, სტრიტ ანუ იპოვი რომ რამე სასტუმროში და რაღაცა, მაგრამ მე აი გარეთ არ არსებობს რომ კაი ჰოთ დოგის არის. არა, წარმოუდგენელია, ხო? ბევრი არის. ფეშიშველა კაცი რომ ფეხთან საჭმელს აკეთებს ეგეთები არიან. კი, ეგეთები. ანუ იქ მაინდროც პაკისტანი თითქმის იქ ძის ნაგდები საჭმელი არაფრით განსხვავდება. ანუ აცი რომ ანუ რაღაცა რომ დამივარდება თებზე ხოლმე, ანუ კაც შენი აქეთ მაგიდაზე აი ეხა ეს 5 წამი არის რა მნიშვნელობა ისეთები მაქვს ნაჭამი ეხა ეს ტაქსი მითხარი უფასო ტაქსი უფასო რას ნიშნავს ანუ იქ ისა რა ქვია მგზავრი უფრო ჭირს იქ აპლიკაცია ვოდი აქ ტაქსს და იძახებს მგზავრს არა აპლიკაცია მიჩნდება და მიხავ ხარ არა ხელით რო გააჩერებ ან როუნები რო აი გადაგიხდი არა რას ქვია გადამიხდი ხო სერიოზულად იმიტომ რომ არა ანუ არ არიან ეგრე ტურისტები რა ძალიან ეგრე ანუ ჩემი გამოცდილებით ეგრე იყო რომ არცად არ გადამიხდი არაფერი გამოვიტანე რაღაც $50 განახო იქ აქეთ გიხდია თუ ჩაუჭდები ავღანეთში საინტერესო იქნება. მაგიტო ეხა ის შამანი წამოიყვანე. აქ ფულს გავაკეთე. თუ მე ყოფილა ეგეთი. მე არის იგივეს აკეთებენ იგივეს აკეთებენ უბრალოდ ესე ზუსტად ამ ინფორმაცია არ ვიცი, მე რომ პოლიცია დასდევს. ამ ტკიცე რომ შამანი ხარ. ხო, ეგ არის აი პოლიციასთან ცოტა ისეთია რა მე მგონი ანუ ლეგალური ესე არ არის ეგ. ხალხ შამანი შენ ჩამოიყვანე. ხო. მე მოგიყვანე მას კლიენტურას. და ეგ არის და თუ დაგუჭირეს ორგანიზებულზე რო იცოდე უფრო მეტია. რა ორგანიზებულ რაზე? ჯგუფზე რაღაცა. რა ჯგუფ რას ვაშავებთ? ხალხი მოვა შამანი ეგ მე იქ თქო ეხა მაგალითად ეგეთი ექსტრემალ რაღაცებს რო ვაკეთებდი ეხა საქართველოში რაც გავაკეთეთ ეს იყო რომ თბილისის ზღვაზე მანქანაში ჩავჯექით და ზემოთ ესე ავწიეთ სადღაც 10 მეტრაზე და ანუ იმას ვქერით რა ჩაგვაგდეს რა ამდენი იჯექით მანქანა. ორი ადამიანი ვიყავით ეს ვინც და მე ირაკლი იყო ვინც მეხმარებოდა ამ ყველაფერში და მე იძირება რა მანქანა. და უნდა გამოხვიდე? და უნდა გამოსულიყავ. კინო. ჰა? ხო, როგორც კაჩი რო იყო. როგორ გამოხვიდე? აი საში იყო მაგარი. პანჯარა ჩაწეე თუ კარი გავუტეხეთ პანჯარა და აი მე მაგრამ ნელ-ნელა არ უნდა ჩაწიო წესით? თუ ელექტრო იყო ეთქო. როგორ იყო ჩვენ რო ჩავარდით ან მე მგონი გაიჭედა. ხო და ეგრევე მზად ვიყავით რომ ეგრევე მინდოდა გამეტეხა რა.
და რო გავტეხეს 3 წამში იმდენი წყალი შემოვიდა ხონდა ისა იმით გავტეხეთ უკან რაც ქონდა. რო რამე მქონდა დაზღვევა და მაშველებიც იყვნენ ქვემოთ, მაგრამ ისე სწრაფად წავიდა, ანუ რო გავტეხე და რო უნდა გავსულიყავ, ისე სწრაფად წავიდა, რომ მანამდე არ მიდის სწრაფად ხო სანამ? არა, ნელა მიდის, მაგრამ აი წყალი შემოვა თუ არა 5 წამი გაქვს რა და დაჟე რო გადიხარ, ანუ ეს ხო მოდის მანქანა, ანუ ქვემოთ მიყავ ხარ რა და იქ ხელი რო არ მქონოდა, ანუ და მომკიდეს ესე არ ვიცი, ვინო ვერ გავდიოდი რა. ვერ გამოხვიდოდი იმ ფაქტს. იმიტომ რომ ის მოდიოდა რა, წყალი ძალიან და ვეღარ ხედავ ვერაფერს და ძალიან პანიკაში. ეს თუ ვერ გამოვიდა, მე ვაფშე ვერ გამოვიდა. მე ესე ვფიქრობ რომ მან ანუ შანსი არ არის რა, ეხლა მე კი გამოსცილი რო ვიცოდი რა მელოდებოდა, კიდე მაგრამ ზღვაში და მდინარეში მაგ ხელაის არ არის. ნუ ეხლა ქვემო თუ არ ჩადიხარ. ზოგადად სხვა პრობლემა. მაგრამ დინარეში ეს დინებაა და ისა. ზღვაში ხარ ზღვაში კი არ ვარდება ის მანქანა. ეს მანქანა ჩაიძირა ბოლომდე. მანქანა ჩაიძირა და ანუ ის ირაკლი მიწმის და გვერდზე მაგის თავარი მიზანი იყო რომ მე ავსულიყავ და მე რო ავედი მე ირაკლის ვერად გირა ამოდი და მე ეხლა იმან ამოაგნა და მე უკეთ ამოვიყვანეთ მანქანა უკან და მანქანა იკარდატოვე? და უკან მაგარი იქნებოდა ირაკლიმ დაქოქა მანქანა ამოვისი ხოდი თავისი და მეორე დუბლისთვის მოიწოდა. არა, სხვა მანამდე სხვა მანქანის ისიც იყო რა, რომ ანუ გაგვეტესტა როგორ იყო, თან რთული რაღაცა რა. არა, ნუ ირაკლი და მისი გუნდი დაგვეხმარნენ რა რაღაცა. ეს მოგვემზადებინე, იმიტომ რომ ცოტა არასწორად რო წახვიდნენ რაღაცა მუდმივი მოქმედი ატრაქციონი რო გააკეთო, მოვაკაცი ფულციხლი აგდებ. აი ჩამოაგდე. ხელს აწერიებ, რომ აბევრი არის წო. რამე რომ მოხდეს. ხო. გამოვაკმაყოფილი აქეთ შამანიზის. შამანი ელოდება. არჩება. შამანი პაკისტანეთის არეული. საჭმელი რომ მომდის. მაგარი ისა ჯოჯოხეთი. საჩუქარი გვაქვს ჩვენ შენთვის. ოხ. შვენიერი. განახო? თუ არა, მე ვერ დავინახე და მანახეთ. აუ რა ჩასაღეჭი საჭმელი. ამჯერად დათო ისე არის რა. უძლურია. აუ ეს როგორ მიყვარ, აი ეკეთა როგორ მიყვარს რო იცოდეთ. ჩვენი სპონსორია ნიკორა სუპერმარკეტი და დღეს შეგასაჩუქრებ კამპო ფრიოთი. კამპო ფრიო არის ესპანეთში ხარ? კი, ესპანეთიდან ვიცი ეს ყველაფერი. ესპანური ბრენდი, რომელსაც აქვს ძალიან გემრიელი, ძალიან კარგად შეზავებული, აფსუს ღეჭო არ შემიძლია. ეს რომ მოწუწნა. ხორცს ენის ქვეშ. ენის ქვეშ რო დაიდო ისე. აი ეს არის კარგი ენის ქვეშ. თან ფინალში გავიდა ესპანეთი შვენიერი. ჩორიზო. დღეს მეორე ხარ ფინალი. დაიდო ეს ჩაწერის დღეს. აქვს რამე პროგნოზი? გარდა ამისა აქვს დიეტური მიმართულება, ინდაური, ქათამი, საქონლის ხორცი და ძალიან მაგარია ლორია მათი. აი შვენიერი აგერ. არა ის მართლა მიყვარს. ლორს მე უძახით, რომ ისე ესენი ეძახიან ხამონს. ხო, ხამონს ასე არ არიან რა. არა, ხამონი ვარ. საერთოდ სხვა იმას. გაჭული. ნუ ამას შეგინახე. ხო, შევინახე. მართლა. ვისენდობა ისიც მაგარია რა. თუ არ გაიჩნდა არა, ამას შეგინახე და თუ არ გეჩქარე. შვიდი დღის მე ჩამას მოდის იწყებ. ავღანეთიდან რო ჩამო. როკი არა, ავღანეთიდან თუ ჩამო. დაი გადავდოთ. გადავდოთ. ამით სტუმრის ბლოგი დამთავრებულია, გადავდივართ მომდევნო ნაწილზე, გვექნება თამაში. დიდი მადლობა. გრძელდება ზაფხული, გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი და გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი. ჯერ გრძელდება. ეს რო გავა, ჯერ ფინალი არ არის, ხო? გაგზელე ხაში. რაღაცის მოუშალე ნერვები. აღარ სპეციალურად მაპატიდა. ხო და გრძელდება ლუდის სეზონი და ჩვენთან ერთად არის შტარნბერგერი, ბავარიული აუთენტური ლუდი, რომელიც არის ჩვენი ყველაზე ცნობილი თამაშის ქალაქობანას სპონსორი. ოპა. ისე ქალაქობანაზე რა ხდება ახლა? აჰა. ისევ ბავარიელი თუ მიხვდება რა გენიალური თამაშია. ის რა ზმანზეა. ხო ეს რაღაცა. ამან დალია უკვე და გასვალი. რატო გადაწყვეტე რომ ფერადი საფალეებით უნდა
იასპარეზო დღეს. და ქუდზე რატო არ არა, ვინა ხუდი ხო წინა თამაშებში გვექნება. ხუდი გიხდება ძალიან. დასწრები შეტიდო გამოიწვა. სხვათა შორის ეთყობა წავიდა და ამ ქუდს რო უხდება ისეთი სათვალე შეიძინა, ნახე. არა, შეიძლება. ზუსტად იმ ფერზეა, რასაც ხუდი. ეს რამდენ გრადუსზე დავხარო? ეს მასწავლეთ თქვენ. 45. აუ, ტრანსპორტირი არ მაქვს წამოღებული. თქვენ ხო სკი. ქალაქობანაც იქო წაიკითხავს ეხლა რომ მაინც ჩავიწეროთ, გასაგებია ხო, როგორი. ესე იგი რახან გერმანია, რახან ლუდი, რახან ფეხბურთი. საკითხებით ესე გადანაწილეთ. აბა, მიდი. პირველი საკითხი. და ისა რამდენია რომ ჯერ ჯანელ შენ შეუსვი ამასობაში იქო რა ხან ჩადავებული? 5. ხო. ხო, მიდი ჯიგარი. დახაზე ის გააკეთე შაბლონი. 1 2 3 4 ნახე რა საკაიფო და 5 და ჯამი. აჰა. დავაი. კაი, პირველი. ყვითელი ბარათის მიღების მიზეზი. რაც არსებულია ის კი არა. ის გამო შეიძლება მიიღო ყვითელი და არა წითელი, დათო. ხო. პირველი ქვეყანა. აი მე იყო შემდეგ. ყვითელი ბარათის მიღების მიზეზი. ყვითელი ბა. მაისურზე მოხაჩვა უკვე არსებულია, ამიტომ სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ მ-ზე. კარგი. შემდეგი. ქვეყანა, რომელიც არ იყო მსოფლიოზე. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჰა? ხო, ჯარიმა უნდა იყოს რეალისტური. რაც შეიძლება რეალისტური, იმიტომ რომ ჩვენ არ წყვეტავთ. წყვეტავს ჩვენი დესპოტი ჯაფარა. ხო. რომელი იყო სწორი, რომელი არასწორი, რომელიც ჭინჭლობა იყო სწორი, რომელიც არა. აჰა. ეს ჯარიმა ისა ყვითელის მიზეზი ჯარიმა? ხო. ბრძნული გამონათქვამი ლუდზე. არასებული. მოგონი, ოღონდ თავისი სიბრძნე უნდა იდოს ამაში. ბრძლუდი. ხო. და უნდა ახსნა რა სიბრძნე და ლუდზე უნდა იყოს თუ ლუდს რო სვამ იმასთან ერთად რო იყო. ლუდზე. ლუდის შესახებ. აი, შემდეგი გამოკეთებით. ნივთი, რომლითაც ლუდის ბოთლის გახსნა შეგვიძლია. ლუდს როცა გასახსნელი არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ანუ გ-ზე გასახსნელი არ უნდა დავწეროთ, უნდა დავწეროთ სხვა რამე. ლუდს ახსნელი. და გერმანელები რახან პუნქტუალური ადამიანები არიან და ყოველთვის ყველა დროზე მედიან და ასე შემდეგები დაგვიანების მიზეზი. გერმანული დაგვიანების მიზეზი, რაც შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს. გერმანული თუ ნებისმიერი ადამიანი. დაგონი. გერმანელების გარშემო ვიტრიალოთ. კაი. რახან პუნქტუალურები არიან? მე მაგ ერთი შნიცელი მიმეწვა მაგალითად. მე მაგ ერთი თხოვნა. შნიცელი ავსტრიელი. რომ რაღაცა პრეცელი. 2 წუთი მაინც იყოს იმისთვის რომ ადამიანმა იმუშაოს და ვიღაცა უცებ არ დაიძახოს რომ სტოპ. კარგი, მოდი მაშინ სტოპი დაიძახოს ჟიური. კაი, მაშინ მე და კიდე ერთი წესი გვაქვს. ქალაქობანა უკვე სუპერ ლეველზე არის. აბა. ერთი წესი სტროგი. არა, wild card. მე ერთი წამი აქ უნდა დავილაგო რომ არ გადაიწეროს ჩემგან. მაშინ რატო იტყვი? აი, კარგია. ვიღაცა რო სტოპს იტყვის, სენ ერთი წუთი გქონდეს. კაი. wild card. wild card-ი არის, რომ თამაშში ერთხელ შეიძლება გამოიყენო. დაუშვათ ამოვიდა G და ყველაფერს ხო G-ზე უწერთ. და რაღაცა ვერ მოიფიქრე, ბრძნული გამონათქვამი G-ზე. მაგრამ მოიფიქრე სხვა ასოზე. მოსულა. wild card-ს იყენებ და ერთ რაღაცა სხვა ასოზე წერ. კი ბატონო. გისთან ახლოს უნდა იყოს, არა. ან D უნდა. მოდი, წავიდა. ეს არის ზდეკო. ნანო ნაღარა. ეს არის ნანო ნაღარა. ნანო ნაღარა. ნ-ზე რო იყოს ჩაწერდი. ნ. ვა, ნანო ნაღარა. ჩაწერი პირველ შაბათს. სტოპ. არა. ნახე, არ გადავიწერო, რევი დაალაგა და ის დაიტოვა. ლაზე იკარა. თვითონ გადაიწერა. იქითაც იყურე, მაგრამ აქეთაც. ისიც უყურებს და შენც და წინ ვის უმალავს იმა. აყურებ. მე არ მინდა რომ გამოჩნდეს რაღაცა თუ არ მიწერია რა.
მორჩა ვერ დავიწყე. დავწერე ყველა ჩაწერილი მაქვს. ახლა წავიდა დათოს თამაში. დავაი. დათოს და ნერვების. და სინდის. მიდი, რაღაცნაირი ბიჭი. რაღაცნაირი ჯადოქარი. მოტეხილი ჯადოქარი. ეს უფრო არის ჯადოქარი შვებულებაში. რიგი ერაზე რო გაიზრო ჯადოქარი. იგი იხის ხო ჯადოქრო ზატვალეს ჩამოწა. მოსასხამი არა, მაგრამ შორტები. ჰავაი კაცია. ხო, ყველაფერი ბიჭი. კაი სამბობთ. ვერ ხედავს თელის მიღების მიზეზი. ნიანგის პაროდია გაუკეთა მსაჯს. წვიგ წინ რა. ესეთი არი მაგაზე ყვითელი. არ შეიძლება მსაჯს ნიანგის პაროდია რო გაუკეთა თამაშის დრო. ჩემი ვთქვა? კი. ნუდიზმი. კი არის. მე მივიწევ. ნუდიზმისთვის ყვითელია ნეტა? კი, თავიდან ყვითელი. არა რა არიცი უფორმოთ რო შემოხვე ან მაშინ ნომერი ხო ამოწმი არა, ეგრევე დაგაგდებენ. შუა თამაში იხდი. შუა. გოლსო გაიტან ზოგი ხომ აისურს ეს შაფალსაც იხდი. ხო ეგ იმაში წესებშიც არის კი. ნერვიული ყვირილი და გინება. ეს უკვე როგორც აღნიშნეთ. ხო, ანერვიული და ვიღაცას აგინებ. მე ნაბახუსებს არის და გულიერება. ყვითელი რა. კარზე რო მიყუდებული. არა, იქ მოედანზე კი არ აღშავებს, მაგრამ იმასთან მიდის დროშასთან და წლის შესაძლოა რო გიქრა ესე უცხო. აი მე და არა, წყალს ვამს, მაგრამ იქიდან ვიღაცა ლუდი არა 100 გრამი ჩარტი და კარგად. კაი, რას ვიწერთ? ვინ იწერს? ლაბაზის კოჭლიაო 0. კარგი, შემიძლია შევცვალო. ძალიან უშველა ის რო დაი ღობე რო გაიგე. პირიქით ბიჭო. ქვეყანა. ნიკარაგუა. ნიგერია. საქართველო. ნუზე. Wild card ავიღე. როგორია? აბარა. მე მქონდა ნიუ-ზილანდ, მაგრამ ვიცოდი რომ ეს არ ჩამეთულებოდა. ამიტომ ნამიბია იყო? არის. ნიუ-ზელანდი იყო. ხო. ხო და არა ეს ინგლისურად ვიფიქრე გავალამაზებ თქო თამაში და ის იყო. ნამიბია ვიგე, მაგრამ იყო თან. ათები, სისინა ათები. ათები. ბრძნული გამონათქვამი ლოდზე. ნუზე. ნუ დალევ იმ ტანკის ლულიდან რომელიც გიცავს. რა სიბრძნეა ამაში ბოტიში? ამაში არის დაახლოებით როგორ რაღაცა იმიტომ ნუ მოჭრი რომელზეც ზიხარ. ეგ არის ოღონ სამხედრო იგი. ფილოსოფია. ლუდისად იყო აქ. ნუ დალევო. ლუდს ნუ ჩაასხამ ლულაში და ნუ ხო ლუდი არ გიხსენები მე მგეცე. კარგი იყო. იყო? ნაღდი ლუდი კაფით იცნობაო. კარგი ხარ? მეც ნელა დალევ დიდხანს გეყოფაო. როგორც კი ბრძნული თამაში წავიდა. სიბრძნე და გახდა საჭირო აკვარ. ნამდვილ ლუდს მსმელი თვითონ გამოუჩდება. რეკლამა არ ჭირდება. აი სორია, ნახე, ბაღდადი იყოს და მსმელი ბაღდადიდან მოფინდება. ხო, დაახლოებით ეგ არის ხო გერმანული ვერსია. კი, კარგი იყო, კარგი. ვაჰ, ძალიან დაძაბული თამაში მიდის. მოიც რა სიწეთ ის არ გვეუბნება საჯი რა. შენ 0. რატო კაცო? რა ხო მკითხე რა სიწეთ თუ საჯი საჯმად ყვა. გავხედე და ნოლასი არ მომეწონა. ბიჭო რა ნაირად ზის. რა სიწერ თქვა და შენ 0 რანაირი პასუხი. შენ ესე თქვა. შენ 0, ჩვენ 10-ები. არ უთქვია. ვერ ხედავ შენ სათვალე ქუდი რაღაცები არ ჩანს იქ კატკაც. გონება დაბინდული. კაცმა და რა ვქნა? შენ უნდა გამოგხედოთ არ გვეტყვი? აბა გემაინი. არა მე მეგონა ეს იგონა ამან მოიგონა. რა ინდიკაცია გამატება. კაი 0 რა. ეწყინა. გასახსნელი ნიანგის კბილე, ნიანგის პირით. ვიღაცას აქ ნიანგეს იხლია. მაინც აქედან ვიტყვი რომ მე გავხედოთ რა ჯაფა.
პირით ხსნით. ნერჟავეიკის დანა. კი, ქართული სიტყვა ნერჟავეი. ხო, ნერჟავეიკის ნებისმიერი მყარი ნივთი. თუ მინდა დაგიმტკიცებ, მომიტანეთ ნებისმიერ მყარ ნივთზე გავა. ნაგანი. კი, არის ნაგანი. კუზგან. მოთოს რო ესე აწევი, ძირითადად შამპანურზე გამოიყენა, ძგაფან და თავს ააწრობ რა. აი, ეხლა დაველოდოთ იმას. ახლა კი შევ. ნიანგის პირი ნივთია, უფრო იქნებოდა. ნიანგის პირი ნივთია, აბა. ნებისმიერ მყარი ნივთიც ნებისმიერ მყარი ნივთი თვითონ წინადადება გაუქმება რომ ნივთია. სფერო ბურთის ფორმის თუ იქნო ვერ გახსნი. მყარი. ვერ გახსნი. მართალი. გახსნი. ყინის ბურთის სფეროთი ვერ გახსნი. თავისუფლად გავხსნი. ესე ჩამოვარყო როგორც შენ ნაგანით. ესე ჩამოვარყამ თავს მოვტეხავ და გადავწრუფო. გავხსნიო, მოვტეხავ არაო. ჩავიწერ ნოს. თქვენ გონიათ ხა ნერვებს დავიხარჯავ. მშიერი კაცი. არც იყოს. აი, ნოლს ვიწერდი კაცო. არა და wild card-ი რო არ გამოგეყენებინა, ხა ჩაათვლებინე. ნახე, ნაგანჩიკ. ნაგანი. ნაგანი. მე 15 უნდა დავიწერო. მასე გამოდის. იყოს არ ჩაითვალა, იმიტომ რომ რუსული სიტყვა იყო გამოყენებული. დათოს, იმიტომ რომ ნებისმიერი ნივთი არ გამოდის, იმიტომ რომ სფერო რო იყოს არ გამოვა და გამოვა. გასხნაზე ალაპარაკი. მოტეხვა არა. გავხსნი. და შენ როგორ ხსნი ნაგანი? ბიჭო, მე მინახია კიდევაც რა. იარაღით წკაფხსნი. ჩახმახზე გამოზდებ და კი. ნებისმიერ წიბოზე გახსნი რა. სხვათა შორის ქართულ ენაში ნიანგი უსულოა. ნიანგი, ხო და ნიანგის პირი არა, იმიტომ რომ ნივთი არა. ხო, კაი. მიდი, დაგვიანების მიზეზი. ნიკოლას გახვა გასაღები. კარგი ხარ, ნიურნბერგში გაფიცვა. არა, ნიურნბერგის პროცესი. ნიკოზეთის ავტობუსმა დააგვიანა. შეა დაგვიანებს. სხვათა შორის. ნამიანი გზა იყო და თხილად მოვდიოდი, მაპატიეთ. გიორგი? ყველას. ყველას. სად გაძრა? ვეკიდე. კაი. ცალიც, ერთიც? კი. მოდი ახლა მე ვიზავ. 40 ქულა. ესენი კი არ დამხე 1 2 3 4. მე კარგად ჩვევი და ვიზავ კიდე არ. მიდი, კი, კარგად. 40. მე 45. გაგაჩერო? რა? მოძრაობა გააჩინა. მე მომჩი. არ უწერია, ორი არ უწერია, რო იცოდე და მე რა მაქვს. დამაცადე ერთი წამი. ერთი წუთი დრო, გავიდა ეგ ერთი წუთი. და არ მაცე. არა, გავიდა. მოაცდიდოთ გე. არ გასულა დათო წერე შენ. რაში დაგეხმარო მითხარი? პირველზე გა, ხო? რომელზე არა გაქვს. ძნული ლუდი და ლუდსახსნელი. ლუდსახსნელი არ არსებობს ზოზე, საიდან გიქ. არსებობს. მე მიწერი. ისა საჟიგალკა. გავიდა დრო, ნუ არ აღარ აწერინებთ ამას. გეხოჭები? გავიდა. შო, კარგი. შო, ზედაპირის მქონე ნივთი რაღაცა სიტყვა. დავიწყე პირველი. ზიმბაბვე. რა ზიმბაბვე პირველი არის ყვითელი ბარათის მიზეზი. დარწმუნებული ხო კაი ექსატუალე. ზღარბი ჩაუსვა კისერში. ზღარბი ჩაუსვა კისერში მსარს. გავიგეთ ჟიური კვეთვის. საცა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშესაც რო ჩაუცვა, მაინც მოგცემა ყვითელს ზღარბი. ზოგადად ზღარბით რო გამოხვიდეთ და არავის არ ჩაუსვა, მაინც მოგცემა. ხო. ზედმეტად გამომწვევად გაიხადა მაისური. შენ ზნუდის მიზნები მიხარს? ხო. შესაძლოა მე ყველაფერი არის მიმული წინებზე. თან არ უნდა გამომწვევ მაისური როგორც უნდა გაიხადო ზედმეტად გამომწვევად. მაინც ყვითელი. არა, უკვე ყვითელი რაც არსებობს ის არ შეიძლება, ახალი უნდა იყოს. კი ბატონო, დავიწერ ნულს, მე არ გამათვალ. იმას ვეუბნები. ჩადოქარს. ზურგის უკანს რახვა. მოყარეს პირში ორსრაღებს ზურგს უკან. კი, მოწოდება. მიადექი და მოწინააღმდეგეც
ზურგში უზრახავ. და ეხლა რო არის ის ახალი წესი რამ საჯირო გამოდის და რო აჩერებს გუნდებს და ხმამაღლა რო ამბობს მტერს ზურგში უზრახავ. და ვარზე რომ მიდის მართლა უზრახავ. ნუ სასწავის არა მაგ პრეტენზია, მაგრამ კარგია. მტერს რო ზურგში უზრახავ მოედანს. 100 წლის წინანდელი თამაში. ხო, მაგრამ წესებით ნელა იცვლება. არა, მე ჯარევას პირველ თამაში პირველ იმას ნიანგის პაროდიას დავესესხე და ზებრის პაროდია გავუკეთ ამ საჭს. აი ხა საკამათო ამბავია. ზებრის პაროდია რა, ზოლები დაიხატა? არა, ესე მოტრიალდა და ტლინკებს ისროდა. ტრინკებს თუ ისროდა საჭისკენ. როგორ გაიგო საჯმა ზებრა იყო ვირი ცხენი თუ გასაკეთებ რემონტ ხო ზებრის პაროდია. დაველოდოთ საჭის გადაწყვეტა. ჯანელა და ბაბაძე იწერენ 10 ყულებს. ანუ მე 0 უნდა დავიწერო? კი. ნიანგის პაროდია შეიძლება და ზებრის არა. გასაგები არა უკვე დამაჯერებელი პაროდია იყო. ქვეყანა ზიმბაბვე ზანზიბარი სასომხეთი. ზანზიბარი მაგრამ საქართველოს რო თქვი არ გამოდიოდა. ზანზიბარი არ არის ეგეთ ქვეყანა არ არის მართალი ეხა გამახსენდა პირველ ქალაქობაში ამოუღე იმას ჯაფარას. აბა ფრედი მერკური სად დაიბადა? ზანზიბარში ვიცი. ისა ქალაქი და გუნდზე ანუ მე კიდე 0 დავიწერო? კი, კი. იმანს ზაზომხედიო თუ რაო სასომხეთი. ვაილდკარტი გამოიყო. ეს ვაილდკარტი იყო. რამდენი ვაილდკარტი თითოში თითო გაქვს რა. ვა ეგრე მეწყობა. არიყენებ, არიყენებ. აქ მე შენი გზით წავედი ამის მერე. ხო. მიდი. გამონათქვამი ხო? ხო. ზევით კაფე არ ნიშნავს რომ ქვემოთ აუცილებლად ლუდიაო. გაიგე? არის, კი, შეიძლება არის. ხო მოგეჩვენა ბრძნულად. დაუფიქრე. ეკერ დაუფიქრე რა გადააკეთა მეთქი. მე მაქვს ესეთი წინა გახსოვს რა იყო? ნუ წერე ხა ბიჭო. რომ ნაღდი ლუდი კაფით რო იცნობა. ეს იყო ნზე. ზზია ზოგი ლუდი კაფით იცნობაო. კარგია. რა თქმა უნდა, ესეთი არა ხო, ზებრა არ მოგეწონა. შენ რა გაქვს? ზედაზენის ლუდი კარგი ლუდიაო. ეს არის სარეკლამო. ხო, მე რა, 0-ს დავიწერ. მაგრამ ვიღაცის თვალში აღლდე. საფულის ლუდი ორგანიზმის მალამო. ზაფხულის ლუდი ორგანიზმის დილის ვაშლი გულის ვაშლი. კი, მანდედანა. რაია ფასიან სიმძნეს მოდი. არ გინდა თქვენ ნამდვილი სლოგანები. ოთხივე? ყველა 0 დავიწერე? ყველას მე ითვლება. მეგონა ნოლების პრემიაზე გავდიოდი და სად გაუკეჭე? მიდი. გასახსნელის ბიჭო. ზვიგენის კბილი. იმა ხოთხრა რომ კბილი რო იყოს ნიანგის კიდე ხო. აი ხა ნახავ ზებრა არ გავიდა და სვიგენი თუ გავა. ზვიგენის კბილი ესეთია. გოკი ზუსტად აი არა, ესეთი არ არის. კაკრას ესეთი არ არის. აი ესეთი ფორმის არის, ნახე, ესეთი ფორმის და ბრტყელი, მაგრამ გახსნი, მაგრამ გახსნი. ზვიგენის კბილით. თუ დიდი კბილია, ზოგ ზვიგენს მატრაკილები კიბით ვერ გახსნი. ზვიგენის დიდი კბილი შენს დღეთა. ზოგი ბოთლი პატარაა ეგ. არ გადაწყვეტს და გვეტყვის მსაჯი ყავს ღმერთმა მსაჯი გამოგვიგზავნა რას ვეღირსეთ. ხო კი. სულ შენზე მუშაობ. ეს სპორტული კარიერა დაჩაგრული ვიყავი რომ კონკრეტული საჯობა არ იყო. საჯი და ქუდი გამოგიგზა. იქო შენ ზიპო. აუ მეცეკ ჩავწერე საჯი. მე ჩავწერდი ხელაზე იყვერა გვანცამ. მართლა არა მე ჩემით მივედი მაგრამ მართლა მე გვანცა დავიხმარა. სხვათა შორის მე გვანცამ მიგარდა. შენ ზამბარა. არა ზაჟიგალკა გიწერიან უიტყვილები არა, ზამბარის ვერ გახსნი როგორ ვერ არ გაიხსნება მე ვიცდია და როგორ ესე ზგაფან მოკაჩავ და ხსნი. ზგაფანით ნებისმიერ იმითაც გახსნი ზვიგენის კბილი ზგაფან მე არ ვაპროტესტებ ზვიგენის. არ ვიცი დგას შენ
ხო. მე ზიპო მაქვს. დაჟიგავდა რო თქვა ზიპო გამახსენა. ლაბაზი გარდა ყავს. ლაბაზის გარდა ყველას. 0 ეს wild card-მა არ უშველა? ის ხო ქონდა იმაზე უშვება. მიდი. დაგვიანებს მიზეზს ზაგენჰაუზენებმა წყალი ჩამოგვიშვა. ფილტვების ამ თემა მქონდა. ზე Wild card-ი. ზვაომა გზა ჩაკეტა. მე მაქვს ესეთი მიზეზი, ზარმაცი ვარ. 100%-ია 15 ქულა უნდა. ინტერს ახლა გიორგი. მართალი ხარ. Wild card-ის ვერ გაარდა. რა დებილი გამოდი. რატო იქნება ორი კვირით დაიგვიანე? შენ გენაცვალე. კეთილი გულში. ხო არ არის ლაპარაკი რომ 5 წუთი და ორი კვირა დაგვიგვიანე. რა ჩაწოლიყო ეგ უკვე არის არ მიხვედი. არა. რომ მითხეს რომ იქნება 25 რიცხვამდე მოხვიდე და ხო, მივედი. შენის ბიჭი არა. ეხას მოტრზე უნდა მისულიყავი. ვერ მიხვედი 14-ში მიხვედი რატო? ხო, მე რომ მიხვალ ჯარიმა მაინც მოგდის. შენის ბიჭი არა ხარ ნიანგის პირზე ისტერიკები რომ მომიწვე. მე როგორ გეკათრე? ამას ვეუბნებ. რა ხდება? ნიკოსი აჭოვ. კაცო, არანაირ პრობლემა. აი ეს როგორ გაიცინა ვა? ადამიანს ესე უხაროდეს ვიღაცის. 1 2 3 4 40 ქულა. ვა, 15. კიდე გვაქვს? არა, მორჩა. 80. დავამთავრე. მე 80. შემოვიდა თუ არა ობიექტური მსაჯობა? 85 მოვიგე. მეორეზე გახვედი. რაღაცა სიტყვა. რა სიტყვებია მიდაკონა? ნაგანზე 15 ქულა რატო მარტო მე მქონდა და იმითო. ხო. მოიცა შენ რანაირად ყავდა. თათები მაქვს ყველგან რა ვიცი. არა, შენ ნოლებს არ იწერდი. ნოლებს ზემოთ მაქვს 2 0 და ქვემოთ არც 1 0 არ უნდა დამეწერა. იყო რაღაც შემთხვევაში. რა კეთილი არ. არა, კაცო, მე მოკლედ მე კმაყოფილი ვარ რეზულტატით რანაირად ხარ? თამაშის ხარისხი. მეორე თავიდან ეგონა რომ მოიგო, მე რო გადახედა და მე მოვიგე არ მოეწონა და ეხლა შენ რამდენი გაქვს? 85. მეორეზეც ვერ გავიდე, მე 80. მესამეზე გახვედი. არა, მეორე რა მესამე გაი. მნიშვნელობა აქვს? კმაყოფილი ვარ. კარგი, არა, კი. მეც ყოფილი ვარ, რა მნიშვნელობა აქვს? იმან ისე მოიგო, რომ wild card-ი არ გამოვიყენე. აი, ხელი ჯიგრები ვიცი. ყველაზე მაგარი ამან გამოიყენა wild card-ი რა. არ ჩაეტყვალა. მეორეზე მე ვარ, wild card-ი არ გამომიყენებია და 80 ავიღე და იმან 2 გამოიყენა და 80 ავიღე. მართალია. ანუ მესამეზე გახვედი. აუ ეს. მიდი გაუკეთე ზებრის პაროდია. ზებრის არა, მე ვარ ისა. აი ესე დაასრულე, მიდი რამე სიბრძნით უნდა დაასრულო დათო. მე ხა ეს უნდა წავიღო და უნდა ვიმეცადინო. სად დაუშვი შეცდომები. განიხილე, სახამოს განიხილე. დაუშვი შეცდომები. აქ რო ნებისმიერი დაკუთხვილი ნივთი ჩამეწერა. ხო. ნებისმიერი კუთხოვანი ჩავიწე. კი, უკვე გეკნებოდა და მოიგებდი. აქ 50 იქნება, ჯამში 90 გამოვიდოდა და ყინულზე. ხული დამამყნობდი. ვიღაცას გადავა. სამწვრთნელო შტაბის ბრალია ჩემი თამა. თორე შენ ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა და შტანბერგერის რუბრიკა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით. ნახვა. გაუმარჯოს.